პაულინა პორისკოვამ, რომელიც ერთ დროს პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სუპერმოდელი იყო, ახლახან გააკეთა ის, რისი გაკეთებაც მოდის ინდუსტრიაში მომუშავე ქალებს ათწლეულების განმავლობაში არ სურდათ. მან ვიდეო გამოაქვეყნა უბრალო საცვლებში. არანაირი ფილტრები, არანაირი რეტუში, არანაირი რბილი განათების მაგია. მხოლოდ ჭაღარა თმა, რბილი კანი, ნაოჭები და თეძოს სახსრის პროთეზირებიდან მიღებული ნაციბური, ყველაფერი, რის დამალვასაც ქალებს ასწავლიან, როგორც კი ისინი შუახნის ასაკს მიაღწევენ. ის არც ერთ ბრენდს არ უწევდა პოპულარიზაციას. არც სასწაულმოქმედ კრემს კიდდა. არც დეოდორანტს, თქვენ წარმოიდგინეთ. მხოლოდ ერთს ამტკიცებდა. 60 წლის ასაკის ქალებს სამყარო ისე ექცევა, თითქოს ისინი აღარც არსებობდნენ, როგორც კი იდეალურად აღარ გამოიყურებიან. მან თავისი ახალი ფოტოებით ამ გაქრობას გაუწია წინააღმდეგობა. და ამტკიცა, რომ ასაკი ჩვენი ბრალი არ არის, ხოლო რაც ჩვენი ბრალი არ არის, მისი არც უნდა გვრცხვენოდეს. ამ ნაბიჯის შემდეგ ერთ ღამეში ათასობით ქალმა დაწერა სოციალურ ქსელებში, რომ წლების შემდეგ პირველად გრძნობდნენ თავს ხილულებად და სრულფასოვან ადამიანებად. რადგან სილამაზე ასაკთან ერთად არ კვდება. ის შეიძლება გარდაიქმნას, მაგრამ ეს გარდაქმნა არ უნდა დავმალოთ, რადგან ის ჩვენი ცხოვრების ნაწილია, ნაწილი, რომელშიც ჩვენ არანაირი დანაშაული არ მიგვიწვის. და როცა ამას თავდაჯერებით გავაკეთებთ, ის მომხიბლაობასაც შეიძენს. ამიტომ არის პაულინა პორისკოვა ჯერაც ძალიან ლამაზი.